სალამი. მე ვარ ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, შრომის სამართლის პროფესორი. შრომის კოდექსში წერია ესეთი რამ. თუ სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, ის იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ან აღდგენა, ან ტოლფა სამუშაოზე დანიშვნა, ან ფულადი კომპენსაცია. რა განსხვავებაა მათ შორის? აღდგენა და ტოლფასი ერთი ჯგუფის ელემენტებს მიეკუთვნება და მათგან განსხვავებულია კომპენსაციის ნაწილი. კლასიკური ზიანის ანაზღაურება ითვალისწინებს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას. არ არის ყურადღება გადატანილი პირველ რიგში ფულადი სახით ზიანის ანაზღაურებაზე, არამედ ის გარემოება უნდა აღმოიფხრას, რამაც ზიანი შექმნა. ამიტომ შრომით ურთიერთობებში ფაქტობრივი ზიანი ეს არის უმუშევრობა, ჩემო კარგებო. და პირი ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით უნდა ამ უმუშევრობის მდგომარეობიდან შებრუნდეს ისევ დასაქმებაში, იმავე ორგანიზაციაში, საიდანაც უკანონოდ გაანთავისუფლეს. ამიტომ ეს შესაძლებელია აღდგენით ან ტოლფა სამუშაოზე დანიშვნით. რა თქმა უნდა, იქ მოდის მეორე ელემენტი ზიანის ანაზღაურებისა, როგორიც არის მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება, განაცდურს, რომ ვუწოდებთ. ამისგან განსხვავებულია ის მესამე ალტერნატივა, რაც კანონით არის გათვალისწინებული, კომპენსაცია. რატომ? იმიტომ, რომ კომპენსაციის თაობაზე, როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, პირი ფაქტობრივი ზიანის მდგომარეობიდან ვერ გადადის, ანუ უმუშევრობიდან ვერ გადადის დასაქმების მდგომარეობაში იმავე ორგანიზაციაში. ის რჩება განთავისუფლებული, მაგრამ რადგან უკანონოა ეს განთავისუფლება, სასამართლო მას უბალანსებს ამ მდგომარეობას ფულადი თანხით. აი ეს განსხვავება აღდგენას, ტოლფას და კომპენსაციას შორის. მომავალ შეხვედრამდე.